თბილისის საქალაქო სასამართლო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმე არცებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. დღეს ნიკა მელიას წინა სასამართლოს ხდომა გაიმართა, სადაც მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს რისკები, რომ ნიკა მელიამ მტკიცებულებები გაანადგუროს ან მიიმალოს, ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. აქედან გამომდინარე ისინი მის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდნენ. დაცვის მხარის განცხადებით კი რისკები, რომლებიც ბრალდების მხარემ ჩამოთვალა, გათვალისწინებული არ უნდა ყოფილიყო და ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უნდა გაუქმებულიყო. თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარა და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა. ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიმალოს, ან როგორ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ან როგორ უნდა განახორციელოს მოწმებზე ზეწოლა, ისედაც პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ.